ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან მრავალფუნქციური პარკის მოწყობა იგეგმება. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პროექტს ადგილზე გაეცნო ქუთაისში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე. როგორც ცნობილია, პარკში მოეწყობა საბავშვო, სათამაშო ზონები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელი, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები, ასევე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, დეკორატიული ტბები და შადრევნები. დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება ადგილობრივი სახეობის მცენარეებით. ამასთან პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია ავტოსადგომები, მათ შორის ელექტრომობილების დამტენით აღჭურვილი ადგილები, გარე განათება, სარწყავის სისტემა, უსაფრთხოებისა და ვიდეო მეთვალყურეობის ინფრასტრუქტურა. აქტიურად დაუწყეთ მუშაობა მიმდინარე ტერიტორიაზე, ეს არის დაახლოებით 80 ჰექტარი, სადაც გეგმავთ და მოეწყობა დიდი რეკრეაციული სივრცე, ასევე აშენდება სპორტის სასახლე ქუთაისის და ვფიქრობთ, რომ ეს ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რეკრეაციული სივრცე იყოს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მთელ საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. გამოცხადებული გვაქვს უკვე კონკურსი, სადაც გამარჯვებული არქიტექტურული ბიურო უკვე დეტალურ პროექტირებას მოახდენს. გათვლილი არის როგორც დიდი სარეკრეაციო ზონა თავისთავად, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ქუთაისის სპორტის სასახლე და სხვა თანდევი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭირო არის ესეთი დიდი ზომის პარკისთვის. ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ გაშენდება ძალიან დიდი სკვერი, რომელიც მასმიძლებს ქუთაისელებს, ქუთაისის სტუმრებს და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე, თავისი მათ შორის სპორტული ინფრასტრუქტურით და სხვა ობიექტებით. ესაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ქუთაისის განვითარებისთვის. ბუნებრივია, ქუთაისის უნდა დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამასთან ერთად მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ქუთაისის ნამდვილ საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაქმნასთან დაკავშირებით. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა გვინდა ავაშენოთ ქუთაისში და ამასთან დაკავშირებითაც მეტ დეტალს საზოგადოება გაიგებს ძალიან მალე. ჩვენ გვინდა, რომ 10,000 სტუდენტი მიიღოს საბოლოო ჯამში ქუთაისმა და ეს ხელშეუწყობს ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენას, ქუთაისის განვითარებას. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავუზიარებთ.